მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. პირველი რითიც უნდა დავიწყოთ ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, იმ შიშის დანერგვას, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართული არის იმისკენ, რომ როგორმე რეჟიმმა, რომელსაც აქვს გამოხატული და გამოხატულება ქაოტური პანიკური ქმედებებისა და ეს ქაოტური და პანიკური ქმედებები ასე თავისით და ესე ვთქვათ, კარგი ცხოვრებით არ დამდგარა რეჟიმისთვის, ამის გადაფარვას და იმის რომ თითქოს ისინი მყარად არიან. იმის რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგრეთ წოდებული მინისტრი მიწვდებიან ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს და მე აქ უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის გარკვეულწილად სიმბოლურიცაა ის, თუ როგორ ექცევიან ადამიანს, რომელიც არის დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი და რომელიც იმაზე მეც აკეთებს აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებისთვის, ვიდრე რაც ქართულ ოცნებას გაუკეთებია ამ 13-14 წლის განმავლობაში, ხო? თუ თვალს მივადევნებთ, რა შეუქმნია გელას და რა გაუკეთებია, სიამბლეში ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ყველას, ვისაც მისი იმედი ჰქონდა და ასეთი ბევრი ადამიანი იყო, განსაკუთრებით დევნილები და განსაკუთრებით იმ ეგრეთ წოდებული დროებითი საზღვრის მიღმა მცხოვრები ადამიანები, რომელთაც აქედან ეხმარებოდა ასეულობით კილომეტრის დაშორებით. ანუ ჩვენ რო ვიცოდეთ სინამდვილეში რაც ქნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რეჟიმმა საკუთარი ძალაუფლებისთვის არის ის, რომ ერთი მოიგონა აბსურდული სცენარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გელა ხასაია თავს დაესხა ადამიანებს და რაც ხელი მოტეხა ვიღაც საერთოდ უცნობ პირთან ერთად, რომელიც ახლა გამოჩნდა, რომლის ინიციალებიც ზეპრის სიტყვიერ განცხადებაში, რომელიც შემდეგ იქცა პრეს-რელიზად, საერთოდ არ არსებობს არანაირი დადგენილება, არანაირი კადრი ეგრეთ წოდებული დანაშაულიც. ხო ამბობენ, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ყველაფერი და კამერებით არის გადაჭედილი მთელი თბილისი, განსაკუთრებით ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, როდესაც რაღაც ჩინური კამერები დააყენეს ყველგან, რომელიც არ ვიცი, ალბათ ჩვენს სადაც სურთო, ჩვენი ფიქრებიც კი წაიკითხონ, ხო, რაღაცნაირი კამერები არის, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. ანუ ეგრეთ წოდებული დანაშაულის კადრები არ აქვს, დადგენილება არ არსებობს. ზოგადად ქაოტური განცხადებები აკეთეს, ხო? ხან ერთი მუხლი თქვეს, ხან მეორე მუხლი თქვეს. ამ ვითარებას აღწერ ერთი მარტივი მიზეზის გამო. მე არ მინდა რომ საზოგადოება მიფიქროს, რომ აი ისევ ყველას დაგვიჭერენ, აი ისევ ყველას მიადგებიან, არა. ამ ფიქრების გაღვივებისთვის აკეთებს სწორედ ამ ყველაფერს, რომ დღეს თუ გელა დაიჭირა, სინამდვილეში მეც სხვას ყველა ნებისმიერ აქტიურ თუ პასიურ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკუთარი გულწრფელი და ლეგიტიმური ბრაზი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მარტო რჩება ამ რეგიონში რუსეთის უკანაეზოდ, ხო? სომხეთმა და აზერბაიჯანმაც კი გააღწიეს უკვე, რომლებიც საერთოდ სათვალავშიც არ იყვნენ გარკვეული პერიოდის წლის წინ და საბედნიეროდ დღეს უკვე ძალიან სწორი გეზი აქვთ აღებული. ხო, ანუ აი ამის საპირწონედ აკეთებს ამ ყველაფერს იმისთვის, რომ რა ვიცი, ძალაუფლება შეინარჩუნოს და ადამიანებს უთხრას, რომ თუ შენ გამოხვალ, რუსთაველის გამზის გადაკეტავ, თუ შენ 4-ში იქ იქნები, თუ შენ ნებისმიერ დროს, როდესაც ამ ქვეყანაში ერთი კაცი ძალაუფლებას დაჭირდება, შენც დაგიწერ. სიამბლეში ეს ასე არ არის. ეს ასე რომ არ არის და სიამბლეში რომ სუსტად არიან, მათ შორის ეს ყველაფერი გამოიხატა იმით, რომ რაღაც მუხლების გადაკვალიფიცირება დაიწყეს ადამიანებსაც 11 წელი ემუქრებოდათ 2 წელზე, კი 2 წელზე ჩამოიყვანეს, რატო? იმიტომ რომ არსებობდა მტკიცებულებების საქმეებში. არა მარტო მტკიცებულებების არარსებობა, აქ მთავარი არის ის, რომ მათ კვლევებშიც კი და ეს ინფორმაცია ხო გამოდიოდა ყოველთვის და ზოგადად აი ქალაქში რომ გავიდეთ და ზოგადად ქვეყანაში ყველა ხვდება, ხო? ადამიანმა ისროლა ეგრეთ წოდებული საფრთხე ხელსახოცი აქციაზე და დაუკვალიფიცირეს როგორც ქვა და რომელიც რეზო კიკნაძეზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, ხო? ანდრო ჭიჭიანძის მიერ ნასროლი ჯოხი არავის არ მოხვედრია, ძის დავარდა რამდენიმე მეტრში და ანდრო ჭიჭიანძის პატიმრობა და რატო? ამის პარალელურად კალაძის ოფისიდან გამოდიან ადამიანები, გამოვარდებიან ტიტუშკები და ქალებზე ძალადობენ პირდაპირ ეთერში და არც ერთი დასჯილი არ არის. მეორე დღეს ერთ-ერთი დაკავებული დეპუტატის კამპანიაში იყო ჩართული მაჟორიტარი დეპუტატის კამპანიაში უკან ედგა და სტარს უკრავდა მის ეგრეთ წოდებულ დაპირებებს. არ არსებობს ღონისძიება, როდესაც კახა კალაძე უკაცრავად, კახა კალაძე ამ ადამიანების გარეშე გადაადგებოდეს ბოლო ღონისძიებაზე, რომელზეც მეც ვიყავი, იქაც ეს ადამიანი შესასვლელში დგა. აი, როდესაც ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, როდესაც ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის ყველაზე თვალხილული გამოხატულება იმ დიდი კრიზისისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებმა შევძელით და შევუქმნით არალეგიტიმურ რეჟიმს. წარმოიდგინეთ, თბილისის ბოლო არჩეული მერი, ანუ ბოლო არჩევითი თანამდებობა, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, პირდაპირ ლეგიტიმაციის მქონე პირი ვერ მიდის ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის ცენტრში, მის მიერ რეაბილიტირებული გზის, რომელიც 2 დღეში ისევ გაფუშდა, იმიტომ რომ წყალმა ჩარეცხა, ვერ მიდის ტიტუშკების გარეშე. ეს არის ყველაზე მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ თარიღს, მათ შორის პირველ რიგში 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბრის ამბავთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ყოველ დღე ჩვენ გვესმის ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან, განსაკუთრებით კახი კალაძეა ხოლმე ესეთი
რაღაცნაირი მგონი. ვისაც ყველაზე მეტი აქვს დასაკავი. ასევე ირაკლი ყობახიძის პირველი მუქარა იყო და შემდეგ ეს მუქარები ისმის დღესავანდელი დღეც არ ყოფილა გამორჩეული. კახიკალაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერიც ისევე როგორც სხვა დანარჩენი აქცია იქნება ჩვეულებრივი ბოლი და ხელი თუ ვინმე სადმე წაუწდება, გელაგელაძის უწყება დაანახებს ამ ადამიანებს როგორი არის სახელმწიფოს ძალა. პროდიუსერს ვთხოვ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა კალაძის ეს განცხადება, მერის მოქმედი და მომავალი მერობის მსურველის მუქარა და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ვინმე რაიმე კანონს აწინააღმდეგოს გაბედავს, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში. ყველა მიიღებს მისაღებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეკრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში. თუ კი ვინმე ექნება გადაცდომა, ამას მოყვება მყისიერი რეაგირება. რაზე მეტყველებს ქართული ოცნების ყოველდღიური ეგრეთ წოდებული გაფრთხილებები საზოგადოებისთვის. ესეც დაშინების მცდელობაა, რომ ქუჩაში არ გახვიდეთ, თორემ ნოემბრის დღეები განმეორდება, ისევე როგორც ადამიანების დაკავება, თუ არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს, უბრალოდ რიგითი გაფრთხილება ოცნებს. მე მახსენდება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც ასაკით უფრო დიდია კიდევ და სამივე მთავრობას, ეს ვთქვათ, შევარდნაძის შემდეგ მოეს, რომ გაახსენდება ყველა მთავრობის დროს მსგავს ტიპის განცხადებები, ყველა კრიზისის დროს, რომელიც ამ ქვეყანაში მმართველ ძალებს დადგომიათ. ხო, იგივე, თუნდაც 7 ნოემბრის დროს გვახსოვს ჩვენ განცხადებები, რომელსაც აკეთებდნენ, რომ არც ერთი ნაბიჯით უკან, მე მახსოვს მსგავს ტიპის განცხადებები კეთდებოდა. იყო მანამდე შევარდნაძის დროსაც, როდესაც ეგრეთ წოდებული ის მილიცია ცდილობდა მაშინდელი აქტივისტების მსგავსი ტიპის დაშინებას და მუქარებს, დაკავებებს და ასევე მითითებებს, რომ თითქოს მათ არაფერი გამოუვიდოთ. რაღაც მომენტებში იყო, რომ თითქოს ცდილობდნენ რბილად კრიზისის გადაგორებას და მახსოვს მნიშვნელოვანი. მახსოვს რუსული კანონის დროს, მახსოვს გავრილოვის აქციების დროს ქართული ოცნების მიერ უკასრავად ამ გამოთქმისთვის საკუთარი გადაფურთხებულის არაერთხელ უკან წაღება და ამას ელოდებით ახლა, რომ ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ხომ შეიცვალა ერთგვარად კონტექსტი ოღონდ ქართული ოცნებისთვისაც მათ შორის, იმიტომ რომ იზოლაცია არის ბევრად დიდი, ვიდრე თუნდაც რუსული კანონის პირველჯერზე მიღება და უკან წაღების დროს იყო. აი, მაგამდე მივიდივარ ზუსტად. რასაც ქართული ოცნება აკეთებს სინამდვილეში ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ საპროტესტო მოძრაობა, წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს. არ არსებობს ამ ქვეყანაში ერთი რიგითი ადამიანი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება და რომელსაც დააჯერებენ, რომ ქართული ოცნება, რომელსაც შეუძლია, რა ვიცი, მამაოებს მოусმინოს და მამაოებს მოусმინოს იყოს რელიგიის დამცველი, რომელსაც შეუძლია გელათი ირეცხებოდეს და მან უთხრას, რომ ამ წვიმისგან ფუშტებოდეს და არაფერს არ აკეთებდეს ამისთვის და მან მის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი თურმე იცავენ რელიგიას და მართლმადიდებლობას. არ არსებობს ამ ქვეყანაში ერთი კაცი, ქართველი კაცი, ჭეშმარიტად ქართველი კაცი, რომელიც იტყვის, რომ კალაძის ტიტუშკების მიერ ჩადენილი დანაშაული ქალებისთვის შეფურთხება, ეს რაიმე კაცურში, ქართულში და თუნდაც მათი გაგებით ქუჩურში ჯდება. ყველაზე არაკაცურია, რაც კი მათ ოდესმე გაუკეთებიათ ეს. აღარ ვსაუბრობ იმ რუსული გავლენების გამო დარბევებზე და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, კახა კალაძე არის ადამიანი, მან საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკოს. კახა კალაძე არის ადამიანი, რომელმაც 9 აპრილის მემორიალიდან გადაიტანა უკრაინაში გმირულად აღუყული ქართველი მებრძოლების ფოტოები გმირთა მოედანზე. და ამ გმირთა მოედანზე არის 20-მდე სათვალთვალო კამერა, რომელიც პირდაპირ უყურებს იმ ადგილს. და ის წარწერები და ნახატები შეურაცხყოფელი ვინც გააკეთა, მათ შორის 2008 წლის ომის ვეტერან ბახვა ჩიკობავას ფოტოზე, მათზე თქვა, რომ მსგავსი წარწერები არ ყოფილაო. ამოიღოს კახა კალაძემ კამერები, თუ ისეთი მართალია, როგორც აი ახლა ამ განცხადებებს აკეთებს, ამოიღოს ის კამერები და დადოს. მე მაქვს კონკრეტული ფოტო-ვიდეო მასალა იმასთან დაკავშირებით, როგორ ელაგა ეს ფოტოები ჩვენი გმირი მეომრების, მანამ სანამ გაწმენენ. ისიც კი ვერ დაალაგეს, ისევ იმ ადგილ თავდაპირველ ადგილებზე, ისე რომ კვალი არ დაეტოვებინათ. ამიტომ ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, სინამდვილეში ყველაფერი კეთდება შიშის გამო, შიშის კულტივირების გამო, რომელიც საბოლოო ჯამში გვართმევს თავისუფლებას და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ქართულმა ხალხმა, ყველაზე მეტი გაიაზრა, მათ ყველაზე მეტად ეშინიათ სახელმწიფოებრივების დაკარგვის, ვიდრე იმის, რომ 2 დღე, 2 წელი და 1 წელი იყვნენ პატიმრობაში. ამიტომ უნდა გავიდეთ ბოლომდე. მადლობა, ნიკა ფარულოვას უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.